მოგესალმებით, დღეს მათე მოტორში ძალიან მაგარი დღეა, ჩვენთან არის უსაყვარლესი ბიჭი სტუმრად, 14 წლის ლუკა კაკალაშვილი. ეხლა გეტყვით თუ რატომ მოვიდა დღეს ჩვენთან. მე ქალბატონი ნათია, კომპანიის მთავარი ბუღალტერი, დამფუძნებელი ბატონი გელა, ამოვედით ლანჩი გვაქვს, შესვენებაზე ვართ და უეცრად მოვიდა ეს სიმპათიური ბიჭი. ეხლა რატო არის მოსული? თურმე უნდა რომ სამსახური დაიწყოს და ბატონ გელასთან აქვს საქმე პირადად. თან სწავლობს და უნდა რომ განვითარდეს ამ კომპანიაში. ლუკა, მოდი ახლა შენზე მოგვიყევი და შენ თვითონ ახსენი თუ რატომ ხარ დღეს აქ. და კიდე მთავარი კითხვა, გინდა გახდე ჩემნაირი ბიზნესმენი თუ გინდა გახდე ბატონი გელასნაირი ბიზნესმენი და გამოხვიდე გელა ბარკალაია? გამარჯობა, მე მინდა გავხდე ბატონი გელასნაირი ბიზნესმენი, ცხოვრობ ნახაუკაში, ვსწავლობ მეროსაჯარო სკოლაში და აქ იმიტომ მოვედი, რომ ძალიან სურს ამ კომპანიაში მუშაობის დაწყება. რამდენი წლის ხარ? 14-ის. მშობლები ყავს? დიახ. რომელ სკოლაში სწავლობ? მერვე, საჯარო. რომელ კლასში ხარ? მერვე. მერვე. დიახ. ალბათ ხო იცით როგორ არის გოგოებო, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და მართლა 60 წლის ვარ და ესეთ რამეს პირველად შევესწარი, რომ ახლა გოგოებთან ამოვედი და ვთქვით რომ რაღაცა გვეჭამა და უცებ მოდის ბიჭი და დაცვა მეუნება რომ შენთან აქვს საქმე და ამოუშვა თუ არა. და ვეუნები ვინ არის რა არის, არავინ არ მყავდა დაბარებული პატარა ბიჭია 14 წლის. მეუთხარი შემოუშვით მეთქი და მოვიდა და აგერ დაუპატიჟეთ რაც გვაქვს იმაზე ჩვენს კომპანიის კაფეში. ახლა ლუკა, შენ გინდა სამსახური. თან სწავლობ. თან მარისნაირი ბიზნესმენი არ გინდა გამოხვიდე, იმიტომ რომ ეს მარი ჩემს კომპანიაში არის მაგარი მხარჯველი. ამიტომ ესეთები არ მხარჯველი არ მიყვარს. მე მიყვარს უფრო ეკონომიური, კოტესნაირი მიყვარს, კოტესნაირი რომ აქ კაფეში დაევაჭრება ცოტა დამიკელიო. ჩემს კაფესაც რო დაევაჭრება, ხო? ლუკა, ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ, ვისაუბრეთ, მშობლების ყავთ და დიდი მადლობა მართლა ესეთ მშობელს, რომ აი ესე რო აცვია ბავშვს, ესეთი მოწესრიგებული რო აი ბავშვს რო ეტყობა დაბანილია, დავარცხნილია და ეს იქნება მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ეს საქართველოში იქნება ნომერ პირველი ბიზნესმენი. რატომ? ზუსტად ბიზნესი თუ გინდა, აქედან უნდა დაიწყო. ახლა მე ვფიქრობ თუ სად დავნიშნო ლუკა. ლუკა, შენ როგორ დრო გექნება? აი სკოლიდან რო წამოხვალ და რამე საქმე რო არ გექნება, შენ ჩემს კომპანიაში იქნები, მე გაგაცნობ ბიჭებს, მაგრამ მარი არის ჩემი მოადგილე, მარი ხელმძღვანელობს მთლიანად ამ გაყიდვებს და შენ მარი ერთ კარგ ბიჭს ჩაგაბარებს და შენ იქნები ავტომობილების გაყიდვებში. მოდი ჩვენ ლუკას ხელფასი დაუნიშნოთ, ავტომობილების გაყიდვებში ჩაერთოს და ამას ვამბობ სულითა და გულით, რომ ლუკა გავზარდოთ ნომერ პირველი ბიზნესმენი და ამას თქვენც გილოცავთ და ამას ლუკასაც ულოცავ. და ლუკა დარწმუნებული ვარ, რომ შენ გაამართლებ. უყურე, როცა სწავლობ სკოლაში იყავი, სახლშიც იყავი, ისწავლე, როგორ დრო გამოგიშტება, 1 საათი იქნება თუ 2 საათი იქნება, მოდი ჩვენთან და ჩვენ ყველაფერს გასწავლით. მარი ყველაფერს გასწავლის, მაგრამ მარი არ მინდა გასწავლოს ხარჯი. ხარჯიანია, ბევრი ხარჯიანი და ამიტომ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს ყველაფერი გამოგვივა და გილოცავ. მე პირადად ვისაც დღეს დავნიშნავ, ეს იქნება ლუკა. რა სიტყვი? ძალიან მიხარია მართლა და ეს პირველი უპრეცედენტო შემთხვევა იქნება ჩვენს ისტორიაში. ნათია. ისედაც ძალიან პოზიტიური დღე იყო და აი ამბით კიდე უფრო გალამაზდა ეს დღე. გილოცავ ლუკა, ყოჩაღრო ესეთი გამბედავი ადამიანი ხარ და დიდი პერსპექტივები გაქვს ცხოვრებაში, რომ აი ამ ასაკში ეს გადაწყვეტე, მოიფიქრე და გააკეთე კიდევაც. აი რა მახსენდება. ლუკას ტოლი ვიყავი, ჯინსი რო შემოვიდა, გიო, ჯინსი. ხო იცი, რანგრერის ჯინსი რო შემოვიდა.
და მამაჩემ არ მიყიდა. რას ამბობო რა ჯინსი, რის ჯინსი. ვერა ხარო შენ კარგადო. 14 წლის ვიყავი. ერთმა მეზობელმა სენაკში მე ვთხარი შენი ზაბორი არის მეთქი დაჟანგული. ამას შეგიღება მეთქი რომ ჯინსი მეყიდა. 1 კილომეტრი ზაბორი იქით შემაღებია. აქითაც შემომაღებია და საღამოს წვიმა მოვიდა და ფულს არ მოგცემო მეორჯერ შემაღებია კიდევ. ერთი ჯინსი რომ ეყიდა ერთი კვირა 1 კილომეტრიან ზაბორს ვღებავდი და იმიტომ გამოვედი ლუკა დღეს ვინც გამოვედი. ამიტომ შენ ზუსტად იქ მოხვედი, სადაც ყველაფერს გასწავლიან და შენ იქნები მაგარი ბიზნესმენი და დიდი მადლობა შენ მშობლებს რომ ესეთი კარგი ბიჭი გაზარდა. აი ესეთი ჩაცმული, ესეთი ლამაზად მოწესრიგებული უნდა იყოს ყველა პატარა ახალგაზრდა და ამაში ჩვენ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ. გისურვებ წარმატებას და შენ სკოლის დირექტორს და მასწავლებლებს კიდევ დიდი მადლობა რომ ესეთი კარგი ბიჭისთვის დრო დახარჯეს და გასწავლიან ყველაფერს. გისურვებ წარმატებას.